არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით სააპელაციო სასამართლო მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციულ ბიუროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება მისცა. საქმე ეხება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოთხოვნილ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების პერსონალური ინფორმაციის მიწოდებაზე. ორგანიზაციებმა 18 ივნის ანტიკორუფციული ბიუროდან მათთან არსებული ინფორმაციის გადაცემაზე სასამართლოს განჩინება მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ორგანიზაციების თქმით, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რისი გასაჯაროებაც კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით არ იკრძალება, მათ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში იძებნება. ორგანიზაციების თქმით, ისინი არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის ღალატს და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს, ანტიკორუფციულ ბიუროს არ გაუგზავნიან. კუპრაშვილის ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მასწავლებლების, შშმ პირების, სტუდენტების, მეწარმეების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და სხვათა შესახებ. ასევე ინფორმაცია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეტიც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით მიიღო. მათ შორის ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ფაქტიურად დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებასაც ემსახურება. თუ რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო, რომელმაც და სასამართლო, რომელმაც ასეთი შეუძლებელი ამოცანა წინასწარ დაგვისახა, გადაწყვეტს, რომ ამის გამო უნდა დაგვსაჯონ, შეიძლება ამას მოყვეს შხერაკები, იძულებითი ამოღება, გაყინვა, გაჩერება და დახურვა ორგანიზაციის. მათ შორის ასევე ხელმძღვანელი პირების, დირექტორების დაპატიმრებაც კი. აი ესეთი მძიმე რეპრესიების წინაშე შეიძლება დავდგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცავთ კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს.